მე ვარ ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი 8 წლის. სწავლობ მომავლის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კალათბურთი და ცეკვა არის. უფრო მიყვარს კალათბურთის თამაში. კალათბურთის თამაში შემიყვარდა, როცა 7 წლის ვიყავი. ტელევიზორში თამაშობდა და მეც მომეწონა. ფეხბურთს თამაშობ უკეთესად, მაგრამ კალათბურთში უნდა შევიდე. დედა სულია შემიყვანოს კალათბურთს. ფეხბურთი არ შევყავარ, იმიტომ რომ ერთხელ ღერი ვიტკი. კარში ვიდექი, ბურთი მომხდა, ეს თითი მეტკინა. ვარ ვაშკაცი ბიჭი, რა თქმა უნდა არ მიტირია. მე ვთამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლის გატანა. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 10 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. პასი მაღალი მომხდეს, მე ავხდი და ფეხი დავარტყი და ვერ აწია მაღლაზე და გავიტანე. მეკარე დიდზე ახტა, მაგრამ მაინც ვერ აიღო. ყველაზე კარგად გამომდის ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს მატაობა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია როლანდო. საყვარელი გუნდია პორტუგალიის ნაკრები. სახში მაქვს როლანდოს ფორმა და ძალიან უფრთხილდები. მე მინდა მქონდეს ლურჯი ფორმა. უკან უნდა ეწერო 7-იანი და ნიკოლაიშვილი. სახში მაქვს ერთი ბურთი. კიდე აუცილებლად ჭირდება 3 ცალი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგად ვერთობი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის თემო თურმანიც. ყველაზე ჭკვიანი დავით გენძეხაძე. ყველაზე ცელქია ლაზარე ჩხარტიშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია ლაშე საითაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური კეთილი და ცელქი. ცელქობაში ვარ მეორე ადგილზე გაბრიელ ბუხრიკიძის მერი. შეყვარებული ამყავს, იმიტომ რომ ნერვებს მომიშლის. სოს რომ მოვიყვან ვიქნები 20 წლის. მინდა მყავდეს 5 ბიჭი: ნიკა, ლუკა, ბექა, სანდრო და დემი. თუ გოგო მეყოლება დავარქმევ ანასტასიას. ჩემ ცოლს დავარქმევ თეკლას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ბარბარე მენაღარიშვილი. იმიტომ რომ კეთილია, ლამაზი და მეხუტება. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი ვერ გამოვალ ტაქსის ძღოლი. ახლა მინდა ვიყო 25 წლის. იმიტომ რომ ოქროს დაბადების დღე მექნება. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩუქონ დრონი. სახში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ჰქვია ნაია ნიკოლაიშვილი. ის არის ლამაზი, ბრანჭია, მხიარული ხარ მაბრაზებს, მაგრამ მაინც ჩემი დაიკოა. ჩემი აზრით ნაია რო გაიზრდება, გამოვა სპორტის მასწავლებელი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და მილიონერი. რასაც მინდა იმას ვყიდულობს. მე მილიონერი რო ვიყო, ვიყიდი ჩემ ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 20 სართულიანი. მე და ჩემი ცოლი ვიცხოვრებდით მე-18 სართულზე. მე დავდივარ სტუდიაში, ერთი არტ-ტაიმ სტუდია, მეორე ოქროს გასაღები. არტ-ტაიმ სტუდიაში ვსწავლობ ხატვას. მე და ჩემი და ერთმანეთზე კარგად ხატავთ. მე ყველაზე კარგად გამომდის ჩიტის დახატვა. მინდა ვიყო ჩიტი და ვიცოდე ფრენა. პირველ რიგში გავფრინდებოდი ცივ ქვეყნებში. ახლა ზაფხულია და ძალიან ცხელა. სამოგზაუროდ მინდა წავიდე ენგლანდიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა: რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 30 წლის რო გავხდები, ვიყიდი ლურჯ ლამბორჯინს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად გავფრინდებოდი თემო თურმანიძესთან ერთად. ისაა ჩემი კლასელი მეგობარი, კარგი ბიჭი. ბედნიერება არის კარგი საჩუქარი და დედის ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.